დარი ვასაძის საავტორო ტექნიკა ვისწავლე, ვერ ვისწავლე. ჩვენ შვილები მშობლების მიმართ გამოთქვათ ხოლმე უკმაყოფილებას, გაფრაზებას. საყდურსაც ვამბობთ ხოლმე მათ ზედას ზოგჯერ გვავიწყდება მათი წვლილი, მათი ღირებული სწავლება, რომელიც მათგან მივიღეთ. ეს ტექნიკა დაგეხმარებათ გაიხსენოთ, თუ კი დავიწყებული გაქვთ, ან გააცნობიეროთ ის ღირებული და მნიშვნელოვანი, რაც თქვენმა მშობლებმა გადმოგცეს და რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე გჭირდებათ. ინსტრუქცია. მოსმენისას მიყევით ტექსტს, ისე თითქოს თქვენ ხართ ის, ვინც ახორციელებს ქმედებებს. შეგიძლიათ ფურცელი და კალამი აიღოთ, რომ დაწეროთ, ან ხმამაღლა თქვით. სათხარ. დაუცახა მან. ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ისევ დაუცახა. სათხარ. აქ ვარ, უპასუხა მან და გამოვიდა. რას მალავ? დაინტერესდა ის. არაფერს, უპასუხა მან. არაფერს და ხელში რა გიჭირავს? ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ისევ კითხა. ესეც არაფერია და ხელზე მიუდიდა. დრო გადიოდა. მან გააგრძელა არაფრის მალვა. დრო გადიოდა. მან გააგრძელა ხელში არაფრის ჯერა. დრო გავიდა. ის ისევ ეძახის. სათხარ. ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ისევ დაუცახა. სათხარ. აქ ვარ, უპასუხა მან და გამოვიდა. რას აკეთებ? კითხა მან. მან დაიწყო მოღულა. მოყევით რას აკეთებ. ხელში რა გიჭირავს? კითხა მან. მან უთხრა. თქვით, ხელში რა გიჭირავს?